საღამოშვიდობისა. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს პირველ არხზე ეკვატორი გადალახა 2020 წლის ზაფხულის სერიამ ელიტარულ ინტელექტ კლუბში რა სად როდის. დღეს შედგება სერიის მეოთხე შესარჩევი თამაში. გასულ კვირას კი ნინო ბერიშვილის დებიუტანტმა ექვსეულმა რომიტყვიან იფრინა და პირველი გამარჯვება მოუტანა მოაზროვნებს ანგარიშ 6-4. საღამოშვიდობისა ქალბატონ ნინო. საღამოშვიდობისა ბატონო წამყვანო. პირველ რიგში გილოცავთ. მადლობა. შთამბეჭდავ დებიუტს და მართლა ძლიერი დასაწყისი იყო, დამსახურებულად მოიგეთ და გითხარით რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო. ცოტა იღბალში ალბათ ბატონო წამყვანო და ალბათ იმაში რომ გუნდურად თამაშობთ. და პლუს კაპიტანი იყო შესანიშნავი. კეთილი. დღეს მეოთხე გუნდის დებიუტი გვექნება ელიტარო გუნდში. გუნდში თავი მოიყარეს უკვე გამოცდილმა შემდგარმა მოთამაშეებმა, რომელსაც აქამდე არ მისცემიათ ტელეკლუბში თამაშის საშუალება. შეძლებენ ისინი სტუდენტების შედეგის გაუმჯობესებას. ამას სულ მალე გავიგებთ. ქალბატონებო და ბატონებო, მარიამ მახარაძის ექვსეული მივესალმოთ. დღეს კვირა 2020 წლის 21 ივნისი და ჩვენ ვიწყებთ მეოთხე თამაშს ზაფხულის სერიაში რა სად როდის. დავიწყოთ! ყურადღება. ზაფხულის სერიის მეოთხე თამაშს ტელემაყურებლის წინააღმდეგ ატარებს მარიამ მახარაძის ექვსეული. ეკონომისტი კახა სამყურაშვილი. ისტორიკოსი არჩილ კობახიძე. კოპირაიტერი ქეთი დიასამიძე. მენეჯერი თენგიზ ლელუჩაშვილი. იურისტი ბექა ხიტირი. გუნდის კაპიტანი იურისტი მარიამ მახარაძე. დღეს თამაშობენ ტელემაყურებლები. ნათელა ერგემლიძე თერჯოლა, გვანცა ნიკურაძე თბილისი, ავთანდილ გელაშვილი ხაშური, ნინო კიკოლაშვილი თბილისი, ბეკა ჩოგოვაძე ქუთაისი, უშანგი რუხაძე თბილისთან სექტორში სუპერბლიცი, აკაკი გელაშვილი თბილისი, ნანი მხეიძე ხობი, ნანუკა ჯობავა თბილისი, გიორგი ლორდკიფანიძე ვანი, ლილე ჩახუნაშვილი თბილისი, მარინა ნონიაშვილი კასპიდან სექტორში ბლიცი. 2020 წლის ზაფხულის სერია ელიტარულ ინტელექტ კლუბში თამაშობთ რა სად როდის. თამაშობთ 6 გულამდე. პირველი რაუნდი. საღამოშვიდობისა პატრიცემულო ტელემაყურებლებო, საღამოშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო. როგორც უკვე თქვით, თქვენ წინაშია წინა სამ დებიუტანტ გუნდთან შედარებით გამოცდილი და შემდგარი მოაზროვნებისგან დაკომპლექტებული გუნდი. წარმოგიდგენთ ჩვენი კლუბის კიდევ ერთ იმედისმომცემ დებიუტანტ კაპიტანს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს მარიამ მახარაძეს. საღამოშვიდობისა. რამდენიმე სიტყვა საკუთარ თავზე ქალბატონო მარი. დავიბადე თბილისში, აქვე დავამთავრე 53 საჯარო სკოლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვისწავლე იურიდიულ ფაკულტეტზე და მაგისტრატურა დავამთავრე საქართველოს უნივერსიტეტში. მყავს მეუღლე თენგო ლეუჩაშვილი. გვაჩვენოთ მეუღლეს მაყურებლას გვარებ. თენგო. ანუ აქამდე ჩვენ გქონია შემთხვევა, როდესაც მამაკაც კაპიტანს მეუღლე ეჯდა გუნდში და პირველად ხდება რომ ქალ კაპიტანს ყავს თავის მეუღლე. და აქვე დავამატებ რომ ხუთშაბათს კაპიტანი 29 წლის ხდება და მოდით ყველამ ერთად მიულოცოთ და წარმატება უსურვოთ სადებიუტო თამაში. და მოვიდა პირველივე შეკითხვაზე ავთანდილ გელაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცერი. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაბახტევი, თავდაცვის სამინისტროს დებულების თანახმად მისი ფოტოს გამოქვეყნების უფლება არ გვაქვს და ამიტომ მოგიწევთ ასე თამაში, ისე რომ ტელემაყურებას ვერ ნახავთ. ყურადღება. ბატონო არჩილ. ავღანეთში მისიის დროს კითხვის ავტორს
ჩვენ სამხედროს, შესაძლებლობა ჰქონდა ამერიკელ რეინჯერებთან ერთად ემუშავა. რეინჯერ სნაიპერებს საბრძოლო დავალებაზე გასვლის დროს ყოველთვის თან მიჰქონდათ წყლით სავსე 2 მათარა. ერთს, რასაკვირველია, იყენებდნენ დასალევად. ბატონო რაჭა. ხოლო მეორეს სპეციალური მიზნით. ყურადღება, შეკითხვა. რანაირად იყენებდნენ მეორე მათარის წყალს? დრო. რამეს ინდიკატორი ხო არ არის წყალიანი? ანუ ცალი თვალი სნაიპერები არიან რამდენად სწორი ზედაპირი არის? შეიძლება წყლით ნამდვილად არ წმენდნენ იარაღებს. კიდე სნაიპერები არიან სიცხეა კიდე რა შეიძლება. უდაბნოში ვიდი არიან ძირითადად რამ ვინმე ხო დაჭრილისთვის ხო არ უნდა თან რამე საიბერი არ მისიაზე წასული მარტო ზის და არავინ არ არის და დრო ჭირდება რომ გავიდეს. ხო ნუ შეიძლება მეწყვილე ყავდეს და რაღაცა უნდა გაიყვანოს რა. კაი, გავიგე. ანუ იარაღს ძალიან ისეთი საჭიროებაში დრო ამოიწურა. ვინ უპასუხებს თავად? კეთი იდეა სამიწევ პასუხობს. ბატონო წამყვანო, ჩვენი აზრით ამ მეორე წყალს იყენებდნენ ზედაპირის სისწორის გასაზომად ეგრეთ წოდებული თარაზოს ვარიანტში. რაზე უნდა დადონ სნაიპერის შაშხანა? იარაღი რომ სწორი ზედაპირი იყოს, რომ კარგად ისწავლოს. არა, წყალს რომ დაასხავდნენ რა? არა, წყალს არ და თვითონ ჭურჭლით ვედებდნენ, რომ დაინახო რამდენად სწორი მაშინ მე გავიქე. ანუ თარაზოს ნაირად არის თქვენი პასუხი. ყურადღება სწორი პასუხი. ხო, არ მიაქცეთ თქვენ ყურადღება, მე გითხეთ წყალს როგორ იყენებდნენ მეორე მათარას. მე არ მეკითხია მათარას როგორ იყენებდნენ. თქვენ ახლა მიპასუხეთ მათარა როგორ შეიძლება გამოიყენო, ხო? როგორც თარაზო. წყალს ხო თარაზოთ ვერ გამოიყენებ, ხო? საქმე იმაშია, რომ თუ არ ვწდები კახა სამყურაშუს ქონდა სწორი მიმართულება, აგავლია უდაბნოაო სულო. არა ბატონ კახა? სნაიპერი საცეცხლე პოზიციის მოწყობის დროს ხო, რისთვის? მოსაწავად სავარაუდოდ. რისთვის? რათა არ დაიწვას, იმიტომ რომ ქვეშა ძალიან ცხელი შეიძლება იყოს. არა. ამ შემთხვევაში სიტყვა არ დაიწვას სხვა მნიშვნელობით სწორია, ბატონო. ბეკა. ადგილ საიდანაც გასროლონდან განხორციელდეს წყლით ასველებს მთლიანად სნაიპერი, რადგან მსხვილ კალიბრიანი იარაღიდან გასროლის შედეგად უდაბნოში, სადაც უხრიოკია, წარმოქმნილმა ტალღამ რა? ქვეშა არ აიპნეს ასე ვთქვათ ჰაერში. და არ გამოაშკარაოს სნაიპერის პოზიცია, არ დაიწვეს სნაიპერი, როგორც ჟარგონულად ამბობენ ხოლმე. მაგრამ თქვენ სრულიად სხვა რამე გქონდათ მხედველობაში. ავტორის პირად გამოცდილებაზე იყო ეს კითხვა დაფუძნებული და ტელემაყურებელმა ავთანდილ გელაშვილმა თავდაცვის ძალების ოფიცერმა დაამარცხა მოაზროვნეები პირველ რაუნდში. ქალბატონებო და ბატონებო, უკვე 8 წელია ელიტარულ კლუბში რასადოდის ტელემაყურებელთა ინტერესად იცავს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ბანკი, ბაზის ბანკი და მის წარმომადგენელი თამარ ხადური. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა, ბატონო წამყვანო, ტრადიციულად ტელემაყურებელს წარმატებას ვუსურვებ, მივულოცავ ტელემაყურებელ ავთანდილ გელაშვილს, გადავცემ მას ბაზის ბანკის პარებს და მასზე დაიწყოს 500 ლარი. 500 ლარით დაჯილდოვდება ჩვენი ოფიცერი. მეორე რაუნდი. რამდენიმე სიტყვა დაფხულის სერიის წესებს. სერიაში მონაწილეობას იღებს 5 დებიუტანტი გუნდი, რომლებიც ატარებენ თითოეულ შესაძლო თამაშს. დღეს უკვე მეოთხე თამაშია. და მახარაძის ამოცანა, როგორც მინიმუმ გაიმეოროს ბერიშვილის შედეგი და გაასწროს მას რეიტინგში. თუ უფრო დიდი ანგარიშით მოიგებს, ამაზეც უარს არ იტყოდა გუნდი. აქვე დავამატებ, რომ პანდემიის გამო გუნდს კლუბი ვეღარ ეხმარება, ანუ მაყურებელი არ ყავს სტუდიაში. ამიტომ მე მივანიჭე გუნდს 2 სხვა დახმარება. პირველი დამატებითი წუთი, რომელიც მათ თავიდანვე აქვს და მეორე მაგისტრის რაუნდია საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი, ანუ გუნდს შეუძლია რომელიღაც რაუნდზე დაიხმაროს მაგისტრი და დაისვას სათამაშოდ. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ გუნდი აგებს რასაკვირველია, ამ ორ დახმარებას გუნდი გამოიყენებს. ქუთაისთან ერთად ვთამაშობთ ამჯერად. ბეკა ჩოგოვაძე პროექტების მენეჯერი ქუთაისიდან ითამაშებს მოაზროვნეების წინააღმდეგ. ყურადღება სარეკლამო პოსტერი.
აი მიეცდეს პოსტერი თენგოს თენგის ლელუჩაშო. ბატონ თენგო. თქვენ წინაშე ერთი ცნობილი ავიაკომპანიის სარეკლამო პოსტერი, რომელიც გვთავაზობს ორ მხრივ ბილეთს, ორ დიდ მეგაპოლის, ну აი მილიონზე მეტი მოსახლეობა როა, ხო? ორ დიდ მეგაპოლის შორის. ყურადღება შეკითხვა. და სახელეთ ორივე ქალაქი. დრო. კარგი, ამოტრიელებულია და მე სტამბულია. ეს არის სტამბული. აი, ხო და ეს არის ამოტრიელებული აიასოფი და ბერლინი, ბერლინი დაიწყო მეორეზე იკითხეთ. ათენის პართენონი ხო არ არის? ეს არის სტამბული, სავარაუდოდ. ეს გავიგეთ სტამბული. ხო, ამოტრიელებული. მეგაპოლისი გინდა. ეს ბერლინი დომია, ეს ბერლინის ის არის. კიდე გავიარეთ რას გავს. ბერლინებული კარიბჭე. მეორე რა. ეს არის სტამბული აშკარად. გავიგე ეგრესია სტამბული. ხიდი რო ერთსამე გადმოუტრიეს რა, ბოსფორის ხიდია თუ სან-ფრანცისკოს ხიდი არის, ხო, ანძა რა. ეს მეტროს რამე ამერიკული ქალაქი ხო შეხო? ტორონტო ან რაღაცა და ეს გავს მაგრამ. რომი ეს ნანგრევები და რამე რომი ეს ნანგრევები ხო ეს არა ბერლინია ჰიდერბურგის კარიბჭე. ეს ზადოს სტამბული სხვა კიდე მეგაპოლისი რომელიც შეიძლება იყოს აზიური ქალაქი, აზიური მეგაპოლისი გვინდა კიდე. კახა სამყურაშვილი. კახა სამყურაშვილი დაგვისახდებს ქალაქებს ახლა. აი მოიმარჯვეთ ბატონო კახა სურათი. თუ პოსტერი. ჩვენი აზრით პირველი ქალაქი ეს არის ბერლინი. რატომ აი გვაჩვენეთ რა მაყურებელი. მაგალითად აი ეს მოგვაგონებს ბრანდენბურგის ჭიშკარს, მეორე რაც ამ ბერლინზე მიუთითებდა არის გავს ბერლინის სატელევიზიო ანძას. აჰა. რაც შეეხება მეორე ქალაქს, თუ გადმოვაბრუნებთ ამ სურათს, ну ზოგადად არქიტექტურა ძალიან გავს სტამბულის სტილს, ჩანს თითქოს მეჩეთის კონგურებიც, აი ეს სავარაუდოდ ბოსფორის ხიდი თუ სწორად მახსოვს, ну ბერლინის სტამბული. ამ მიზეზების გამო. აი მარცხნივ, სულ მარცხნივ რო არის ის რა ნაგებობა ბატონო. ну აია სოფია იყოს შეიძლება. ყურადღება, სწორი პასუხი. პოსტერს თუ წაღმა შეხედავთ, სილუეტად ჩანს ბერლინის ღირსშესანიშნაობები, ხოლო თავუყუღმა თუ შეხედავთ, ჩანს სტამბოლი. ამგვარად Turkish Airlines-ი ცდილობს პოპულარიზაცია გაუწიოს ბილეთებს რეისზე ბერლინი, სტამბოლი და პირიქი. კახა სამყურაშვილმა გაათანაბრა ანგარიში ერთით-ერთ. ქალბატონებო და ბატონებო, უკვე 11 წელია ელიტარო კლუბში რასაც როდის მოაზროვნების ერთგულია და მათ ინტერესებს იცავს ჩვენი პარტნიორი კომპანია სოკარი ირაკის ზუბიტაშოს მივესალმები საღამომშვიდობით. საღამომშვიდობით ბატონ წამყვანო, მივესალმები მარიამ მახარაძის ექსეულს, უსურვებ წარმატებულ ასპარეზობას, გამარჯვებას, ფორტუნას, წყალობას. დღევანდელი თამაშის საუკეთესო მოაზროვნე გაჯილდოვდება 300 ლიტრი პრემიუმ ხარისხის საწვავით სოკარისაგან. უღრმესი მადლობა. მესამე რაუნდი. ყურადღება 2020 წლიდან საქართველოს უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი გახდა კლუბის რასადროდის გენერალური პარტნიორი. კომპანია ანაგს წარმოადგენს ქალბატონი მარიამ გამცემლიძე საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა ბატონო წამყვანო, მივესალმები ტელემაყურებელს და ჩვენს მოთამაშეებს. უსურვებ გამარჯვებას, იღბალს და დღევანდელ თამაშში ანაგის შოუს გადაეცემა 500 ლარი. მადლობა. როგორ მოხდა დღევანდელი გუნდი ქალბატონო? ძალიან მომწონს, უკვე რაღაცა ძალიან შემართებით არიან ეს წყვილი. ძალიან მომწონს, რომ ოჯახებით. სხვა შორის ინტელექტ კლუბში შექმნილი ოჯახი, ანუ მათ კლუბში გაიცნეს ერთმანეთს. არა ქალბატონო? კი, აი. და მე კიდე ერთი ამ. ერთ-ერთი არის კლუბში შექმნილი ოჯახთა შორის. ლელუჩაშო მახარაძე. ძალიან მომწონს, უკვე რომ ოჯახებით თამაშობენ. თქვენ არიცით აი მათი ვაჟი სანდრო რომ მოვა კლუბში. აი მე ნახავთ ის როგორ ითამაშა. სანდრო ერთ-ერთი ლიდერი იქნება ინტელექტუალებს შორის. ნუ ყოველ შემთხვევაში მეორე მაინც გიორგი ბაქრაძის შემდეგ. ერთ-ერთი. დამანახეთ მაგიდა. თბილისი ნომერი 11-ია. ითამაშებს ლილე ჩახუნაშვილი სტუდენტი თბილისიდან. ბატონო არჩილ. სულ ვცდილობ რომ თქვენ გაგააქტიუროთ. ნიკოლო მაკიაველის